ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტყის საერთაშორისო დღისადმი მიწყვნილი ღონისძიება გაიმართა. ისტორიის მწვანე ფურცლები, ასე ეწოდა ექსპოზიციას, რომელმაც საუკუნეების წინ ტყით სარგებლობის შესახებ არსებული საარქივო მასალები გააერთიანა. ღონისძიებაზე ასევე ხევსურეთში არაბულების ოჯახში დაცული მე-19 საუკუნის დოკუმენტიც გამოიფინა. ხელნაწერის თანახმად ზვავისა და მეწყრისგან დამცავ ტყეებში ხის მოჭრა აკრძალული იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხევსურების მიერ შედგენილი ეს დოკუმენტი იმდროინდელი მოსახლეობის გარემოზე ზრუნვის მაღალ კულტურაზე მიუთითებს. შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ფონდ შენი ტყის ორგანიზებით შედგა. ისტორიული საბუთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პირველად არის წარმოდგენილი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ხდებოდა ტყის მოვლა, ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ დადგენილი სანქციები, რა სახის სასჯელი არსებობდა ამისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება არის სკოლის ასაკის ახალგაზრდებისგანაც, სტუდენტებისგან და ფართო საზოგადოებისგანაც, ვინაიდან ამ მიმართულებით კვლევები ჯერ კიდევ წინ არის. მიზანი იყო ის, რომ ადამიანებისთვის გვეჩვენებინა ის ისტორიული დამოკიდებულება ჩვენი ქართული ხალხის, საქართველოს მოქალაქეების, თუ რამდენად უფრთხილებოდნენ ისინი თავიანთ გარემოს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის გარემოზე, ხეზე, ტყეზე ზრუნვა.